გილოცავთ დღევანდელ დღეს, ამიწაწყალს ულოცავ, ყველა მონაწილეს ულოცავ გოდერძის დღეს. მართლაც აი ტარიელ ხალხელაურმა როგორც ბრძანა, ყოველი დღე იბადება, ყოველი დღე გოდერძისი არის. ამიწაწყალზე ამოსული ადამიანი რაღაცნაირად ცდილობს, რომ აი ყველა ხეში თუ ღრუბლის ფრთილაში თუ ნისლში თუ თისფერზე რაღაცა ისეთი ამოიცნოს, ამოიკითხოს, რომ აი რაღაცა გოდერძის სულთან, გოდერძის ნაწერთან თუ ფილმთან რაღაც კიდე უფრო მეტი საერთო ნახოს, ანუ თვითონ გახდეს იმ სასწაულის მონაწილე, რასაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ჰქვია, რომელსაც აჩვენებს დრო და აჩვენებს აი საგამომცემლო, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნად წარმოდგენილი გოდერძის წიგნები, რომ ემატება და ემატება მკითხველი. მართალია, აი ეთერომ ძალიან ზუსტად გაამახვილა ყურადღება და აქცენტი იმ საკითხებზე, რის გამოც ჩვენი ძალისხმევა უნდა ერთიანდებოდეს, რასაც ქართული მთის დაცლა, ქართული სოფლის დასუსტება ჰქვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ საქმეშიც ალბათ სწორედ გოდერძისნაირი ადამიანები, ხელოვნების დიდი ძალა, აი შეგუმატებს რაღაც იმ ენერგიას, იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც აქ ამიწაწყალზე იღებს თავის რაღაც ფესვს და აქვს ფესვი და იღებს აი იმ ნაჟურს, რითაც მართლა ჩვენმა ცნობიერებამ, ჩვენმა ყოველდღიურობამ უნდა იდღეგრძელოს და უნდა იცოცხლოს. მე თავს უფლებას ვერ მივცემ ახლა აქ, რა ვიცი, რაღაც სხვა რამ წავიკითხო გარდა გოდერძის ლექსებისა. რა თქმა უნდა, რამდენჯერაც აქ ჩამოვდივარ, რა თქმა უნდა, ჩანთაში მიდევს გოდერძის წიგნები. და რომელ გვერდზეც არ უნდა გადაფურცლოთ, აი რაღაც ისე მაქვს ხოლმე ჩანიშნული, რომ აი რა კარგია, მე კიდე მეორე ლექსი, აი მე რა კარგი სტრიქონია, რა კარგი სტროფია და აი ესე გადავფურცლოთ თქვენთან ერთად. ამის უფლებას მივცემ თავს გოდერძის ლექსების კრებული. პროზას ვერ წავიკითხავთ, თორემ იმასაც სიამოვნებით გაგაცნობდით. სიკვდილი უდედ მამოა, თავისკენ უხმობს სუყველას. ამ ქვეყნად დედის შობილებს შავს უდარაებს უკერავს. აი ესეთი სტრიქონია ამ ლექსში, რომელიც ძალიან მიყვარს. თერგი ნაპირებს ჩახურებს, ჩავალ თუ ჩავი ჩეხები. კლდეზე ფრინავენ ტალღები, როგორც დაჭრილი ვეფხვები. სამშობლოს დარდით ან მიმაქვს, ჯავს არვის დავესესხები. მტრისაკე მივალ მუქარით, უფსკრულებს ჩავეხეთქები. ჩვენს მტერთან ომი მწადია, სამშობლოს დარდით ვერ ვძღები. აი მართლაც სამშობლოს დარდით გაუმაძღარი ადამიანი იყო და მიუხედავად ამისა, აი საოცარი სინაზე, საოცარი სისათუთი ახლავს მის დარდსაც და მის ნაღველსაც. ჩემო ლამაზო სამშობლო, ხო შემისრულებს სათხოვარს, ხომ ჩაიბარებ ჩემს ძვალ რბილს, როგორც პატარა სახსოვარს. ღმერთისგან ჩემთვის ბოძებულს, სულისგან აქ დანატოვარს. როცა ამ ქვეყნით შორს წავალ, მივიახლები მაცხოვარს. იებით მომრთე გულ მკერდზე, ნუ გამიკითხავ მათხოვარს. არის ერთი ლექსი, რომელიც აი განსაკუთრებით სულ გული მწყება, რომ რაღაცნაირად სულ მინდა რაღაცა შევბედო ამ ლექსს და ცალკე იქნებ ან წერილი, ან რაღაცა ისეთი კვლევა გაკეთდეს ამ ლექსის ირგვლივ. არ ვიცი, აქ ლიტერატურა ცოდნეები ალბათ უფრო თამამები უნდა ვიყოთ ხოლმე ხანდახან, უფრო ესეთი პროფესიონალები ასეთი საკითხების განხილვისას და ასეთ საკითხებზე მსჯელობისას, მაგრამ მე მინდოდა წამეკითხა თქვენთვის ერთი ლექსი, სიმური თუ ვნახე ახლა, აი მეც ავღელდი ეთყობა და რაღაცა ის ჩანაგამებნა, მაგრამ არ აუშავს. შეიძლება გოდერძის არ უნდა რომ წავიკითხო. აქ მახსოვს მეორე წელს, პირველ წელს აი ამირანს და ეთეროს რო საღამო მიყავდა და მეორე წელს ერთი ყვავი იჯდა აი აქ ტოტზე თელი საღამო, ვინც მაშინდელი სტომარი არის და მე საღამო კი არა და მთელი ეს შეხვედრა, მთელი დროის განმავლობაში ეს ყვავი იჯდა, გვისმენდა და როგორც კი დამთავრდა, ფრთა გაშალა და გაფრინდა. ესეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე. სიმურში შესვლა, აი ამ ლექსზე მინდა, ბატონო ამირან, აბა თქვენი ყურადღებაც მივაქციო ამას, იქნებ რაღაც ღირდეს ამ ლექსზე მეტი დაფიქრება თქო და სიმურის ტბიდან მდინარე გარს ნაპირ ყვავილიანო, როდის გიხილავ მძინარეს პირ ბადაგ ღიმილიანო, როს შემოგბედო ტალღაზე გაკოცო ღიღილიანო,
მერე შენი ხმაც მომესმას აბეჩავ სურვილიანო გორის ფხას მთვარე გალაღდეს ქროდეს საგრილო ნიავო ვარდმა გაშალოს ფურცელი დილის ნამს გაუღიაოს მოისმას დევთა ღრიალი ესაქვინ მოეთრიაო ვინო ხერია რას ბედავს არიცის ჩვენი ტყვიაო ღამე თენდება რიჟრაჟობს ურჩი ნიავიც ნიავობს ცუდი დღეა დგას ჩოხელსა ვახმე რა სამწუხრეაო მზია მოსულა სიმურზე ზეკალთა გაუშლიაო სად წახვალ დევი კითხულობს მთებით საშინლად მტრიანობს წვერვალნი ლოდებს ესვრიან ქარი ქრის აღარ ნიავობს კლდე ღრეებს გააქვთ ჩხარანი მთელი ხეობა ხარხარობს სიმურში შესული ვაჟი გარეთ გამოსვლას არ ჩქარობს არ შეგეშინდეს ჩოხელო წმინდა გიორგის ზნიანო ტბაში ერთ შესვლად არ აღირს რაც ცაზე მესკვლევიაო ის არის მაგის წაწალი ვინც მუდამ მაგ წყლის ტყვიაო ვინაც თავის ზნით შესულა სულამის მეტყველიაო სიმურის წყალში ჩაჩქვეფვა ვარდი გუნდრუკი იაო ნუ გამაიყვანთ იქიდან იქ მისი სწორფერიაო იქ ცხოვრობს ქალი ლამაზი ვარდში თმებ დაწნულ იაო ნუ გამაიყვანთ კარკმასა გაფიცებთ საქრისტიანოს ვინამ სიმურში შევიდა მუდამ სიმურში იაროს მარადიული ნათელი გოდერძი ჩოხელის დიდსულ